ესეთი გენეტიკური ამოცანა გვაქვს, ბარდის მცენარეთა პოპულაციაში ზოგიერთ მცენარეს აქვს მრგვალი თესლი, ზოგიერთს კი ნაოჭიანი. თესლის ფორმის გენს ამ პოპულაციაში ორი შესაძლო ალელი აქვს, ერთი ალელი მრგვალი თესლის, ანუ R დიდი, შესაბამისია, ხოლო მეორე ნაოჭიანი თესლის და ეგ არის R პატარა. ანუ ესენია ალელები, ხო? მრგვალი თესლის ალელი დომინანტურია, R დიდით აღნიშნავთ ხოლმე დომინანტურ ალელს. განსაზღვრეთ მრგვალი თესლის მქონე შთამომავლობისა და ანუ ესე იგი ამის, ანუ მრგვალი თესლის მქონე შთამომავლობის და ნაოჭიანი თესლის მქონე შთამომავლობის მოსალოდნელი თანაფარდობა ორი ბარდის შეჯვარებისას, რომლებიც თესლის ფორმის განმსაზღვრელი გენის მიმართ ჰეტეროზიგოტურია. ესე იგი, გვეუბნებიან, რომ ორივე, რასაც შევაჯვარებთ, გადავხაზე ნახევრად ეს წინადადება, არის ჰეტეროზიგოტური, ანუ ესე იგი გვექნება R დიდი და R პატარა და აქეთაც გვექნება R დიდი და R პატარა. ეხლა ჩვენ გვაინტერესებს, კარგი, მიჩვეული ვართ ალბათ, რომ პენეტის ცხრილი სავსეა ხოლმე, მაგრამ იგივეას. ეხლა ჩვენ გვაინტერესებს შთამომავლობას რომ მივიღებთ, როგორი იქნება თანაფარდობა, არა გენოტიპურად, არამედ ფენოტიპურად, იმიტომ რომ გვაინტერესებს მრგვალი და ნაოჭიანი რა თანაფარდობით იქნება და მრგვალი და ნაოჭიანი არის ფენოტიპი. მოდი ჩამოვწეროთ შესაძლო კომბინაციები, თუ კონკრეტული ინდივიდი, რომელიც ამათი შთამომავალია, მიიღებს ორივე დომინანტურ ალელს, მაშინ იქნება R დიდი და R დიდი და ეს რა თქმა უნდა იქნება მრგვალი, იმიტომ რომ ჯერ ერთი მრგვალი თესლის განმსაზღვრელი არის და ამიტომ ორივე ეგეთია და მრგვალი იქნება, მაგრამ რომც არ იყოს ორივე ეგეთი მაგალითად აი ამ შემთხვევაში, როცა ერთისგან ვიღებთ R დიდს და მეორესგან R პატარას, მაინც გვექნება მრგვალი ფორმის თესლი. რა თქმა უნდა, ორი ცალი R დიდი R პატარა, იმიტომ გვაქვს, რომ ერთ შემთხვევაში შეიძლება ერთი მშობლისგან მიიღო R დიდი და მეორესგან R პატარა და მეორე შემთხვევაში პირიქით. ამიტომ გვექნება ორი შემთხვევა. და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მივიღებთ R პატარას, ანუ ორივე მშობლისგან როცა ვიღებთ რეცესიულ ალელს, მაშინ გვაქვს კომბინაციაში ნაოჭიანი თესლი. ეხლა მოდი ვნახოთ, ესე იგი, პირველი შემთხვევა, ანუ მრგვალი თესლის მქონე შთამომავლობა არის ესეც და ესეც. და რაც შეეხება ნაოჭიანი თესლის მქონე შთამომავლობას, ეს არის აი ეს. ესე იგი, გამოდის სამი ერთთან, ანუ ფენოტიპები იქნება ეს ერთი და იგივე, უბრალოდ ორი იქნება ჰეტეროზიგოტური და ერთი იქნება ჰომოზიგოტური და ეს გვექნება მხოლოდ ერთადერთი ვარიანტი, როცა გვაქვს ნაოჭიანი თესლი, ანუ სამი ერთთან. მაგრამ მოდი ახლა დავსვათ სხვანაირი კითხვა. ვთქვათ, ამჯერად შევაჯვარეთ არა ორივე ჰეტეროზიგოტური, არამედ ერთი ჰეტეროზიგოტური, ესე იგი, ერთი გვაქვს ჰეტეროზიგოტური, დავწეროთ, და მეორე იყოს ჰომოზიგოტური პატარა R-ის მიმართ. ასე რომ მოდი დავწერ ეგრე. და მივაწერე რომ პატარა R-ის მიმართ, ანუ R, და R, როგორც არის. მოდი ვნახოთ ახლა ასეთი შემთხვევა. მოდი გავაკეთოთ ისევ პენეტის ცხრილივით რაღაც, ესე იგი გვაქვს R დიდი და R პატარა, ეს არის ჰეტეროზიგოტური და აქეთ გვექნება R პატარა. და ახლა ვნახოთ როგორი იქნება კომბინაციები. ესე იგი გვაქვს R დიდი და R პატარა, გვაქვს 2 R პატარა, გვაქვს ისევ R დიდი და R პატარა და გვაქვს ისევ 2 R პატარა. ანუ ამ შემთხვევაში გამოგვივიდა, რომ ფენოტიპურად ნახევარი იქნება მრგვალი თესლის მქონე შთამომავლობის, იმიტომ რომ დომინანტური ალელი ურევია და მეორე ნახევარი გამოდის ნაოჭიანი თესლის მქონე შთამომავლობა, იმიტომ რომ გვაქვს R პატარა.